იცი ბავშვობაში როცა სტუმარი მოდიოდა ჩვენთან, მე ვიმალებოდი ოთახში, იმიტომ რომ მეშინოდა გამარჯობის თქმა. ყოველ ჯერზე როცა გავდიოდი გარეთ, ერთი სული მქონდა მოვსულიყავი სახლში და არა მხოლოდ სახლში, არამედ ჩემს ოთახში. და ოთახიდან მხოლოდ ორი მიზეზის გამო გამოვდიოდი. პირველი მიზეზი იყო ტუალეტი, მეორე მიზეზი იყო სამზარეულო. და როცა რეალობა მაგრად მგლიჯა თავში და მივხვდი რომ ეს ცხოვრება არ შეიძლება, მახსოვს ჩემი პირველი გაყიდვა როგორი იყო, აი კანკალით ვიბრიდებოდი. მეშინოდა ხალხის, მეშინოდა ინტერაქციის. ანუ ხალხის კი არა, ოთახიდან გასვლის მეშინოდა. და შენ როცა მეუნები რომ გცხვენია კამერის და საჯარო გამოსვლის შიში გაქვს, მე შენი აზრით დავიბადე ეგეთი, ანუ ინტროვერტზე ტიპი ვარ. ინტროვერტზე ტიპი ვარ და არ მჯერა ეგ ინტროვერსიის, ექსტრავერსიის ეს ყველაფერი არის სირობა, რომელიც შენს უმოქმედობას ამართლებს. თუ ამბობ რომ ინტროვერტი ხარ, არა, უბრალოდ მშიშარა ხარ. მაგარი მშიშარა ხარ. ქვეშა ჯვია მშიშარა ხარ. იმიტომ რომ შენ შეგიძლია მეტი, მაგრამ იმართები იმისას, მე ინტროვერტი ვარ და ესე დარჩები და კომფორტის ზონაში ვიქნები. მე ზოდიაკოთი ისა ვარ, სპილო და დარჩები იქ სადაც ვარ, ჭაობში. ნუ გააგრძელე, მიდი. შაბლონური აზროვნება ასწორებს მაგრად, ხო? არ გამოხვიდე მაქედან, არ გამოხვიდე. არ გიდა. ანა მოკიდე საკუთარ თავს ხელი და დაიწყე მოქმედება. აბა შენიც.